კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი დღეს სტიქიით დაზარალებულ რეგიონში იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილი კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად ჩავიდა და თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონები მოინახულა. სტიქის ზონაში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობას ინციდენტი მოყვა. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს სოფელ ვაჭნაძიანში მოსახლეობასთან შეხვედრისას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის ალექსი ნაზროშვილის დედამ რუსეთის მიერ მართული ძალა უწოდა. ივანიშვილის კახეთში ჩასვლამ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ეს ქუჩაშენიშვილის სახელსაც არის და მე ივანიშვილის ნაირი ხალხი და საქართველოს არ აშკიდება. საქართველოს აშკიდებია საქართველოს ის აშკიდება, ვინც მართლა ქართულ საქმეს გააკეთებს. ქართული ოცნება ის არ არის რუსეთში შეძრეს ადამიანი. რუსეთმა გაგვანადგურა, ეს თუ სტიქიამ გაგვანადგურა, მაშინ რუსეთმა გაგვანადგურა და მის დღემში განადგურა და ისტორია დაიწყეს იმ თავიდან ამ თავამდე. Დადი იკითხე, შენ სოფელში იკითხე შენი სახელი. არა კაცო შენ.